გაატარეთ ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. შეგიძლია გითხრა, გინახავს თუ არა ნიკორწმინდა? არა. ლაგოდეხის ნაკრძალი თუ გინახავს? არა, არაფერი არ მინახავს. მესტიაში ან მაღალმთიან სვანეთში საერთოდ თუ ხართ ნამყოფი? სამწუხაროდ არა. ლაგოდეხის ნაკრძალი ხომ არ გინახავთ? სამწუხაროდ არა. ნიკორწმინდა? შემახსენეთ სად არის ნიკორწმინდა? რაჭაში. სამწუხაროდ არა. მესტიაში ხარ ნამყოფი ან სვანეთში? არა, მაგრამ იყოს. ნიკორწმინდა თუ გინახავს? არა. დმანისის არქეოლოგიური გათხრები? არა. აბას თუმანის ობსერვატორია? არა. გოგოებო, მესტი ან სვანეთი საერთოდ თუ გინახავს? არა. ნიკორწმინდა? არა. დმანისის არქეოლოგიური გათხრები თუ გაქვთ ნანახი? ვარძია? აბას თუმანი? არა. სვანეთში თუ ხართ ნამყოფი? არა. აბას თუმანში? არც მანდ. მაღალმთიან აჭარაში თუ ხართ ნამყოფი? არა, არ ვარ. მე სვანეთში? არ ვარ. ნიკორწმინდა თუ გინახავთ? არ მახსოვს, შეიძლება. აბას თუმანი? არა. უკეთრად, სვანეთში თუ ხართ ნამყოფები? არა, სამწუხაროდ არა. მაღალმთიან აჭარაში? არა. ნიკორწმინდა თუ გინახავთ? არა. დმანისის არქეოლოგიური გათხრები? არა, აი უჯარმაში ყოფილ ვარ და გვინახია. სვანეთი თუ გინახავთ? თუ ხართ ნამყოფი? არა. ნიკორწმინდა თუ გინახავთ? არა. აბას თუმანი? არაფერი არ მინახავს. ვარძია? კი. გოგოებო ნამყოფები? არა. ლაგოდეხის ნაკრძალი თუ გინახავთ? არა. აბას თუმანის ობსერვატორია? არა. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა რეალობა. ის რომ ქართველები ჭამასმის მოყვარული ხალხია, ეს უცხო არავისთვისაა. მაგრამ იმან რაც დღეს აიტივის გამოკითხვამა ჩვენა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თანამედროვე ახალგაზრდების უმეტესობას, რომლებიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს რესტორნებსა და კაფე-ბარებში ატარებენ, სულ რაღაც 69,700 კვადრატული კილომეტრის მქონე ფართობის საქართველოს ღირსშესანიშნაობები თვალითაც კი არასოდეს უნახავს. ჩვენ ხომ ევროპა ვართ, ქვეყანაში სადაც ამ ფრაზას ყველაზე ხშირად გაიგონებთ, ევროპული კულტურა ყველაზე დამახინჯებული ფორმითაა შემოსული. ახალგაზრდებს, რომლებიც ევროპისა და აზიის დიდ ნაწილს მონდომებით ათვალიერებენ, საკუთარი ქვეყნის ისტორიული ადგილების დათვალიერების სურვილი ნაკლებად უჩნდებათ ხოლმე. ეს ილია იყო დრო, როდესაც მას თავისი ბიზნესი ჰქონდა. თავის დროზე მან ტურისტული სააგენტო მასკიტური დააარსა, რომელიც შიდა ტურებზე იყო ორიენტირებული. ილიას არც გაჰკვირებია, რომ მისი სააგენტო მალევე დაიხურა. მიზეზი მარტივი, შიდა ტურებზე მოთხოვნა უბრალოდ არ იყო. დავიწყეთ ეს ბიზნესი, ყველაფერი გავამზადეთ, ტურისტული მარშრუტები, ტრანსპორტ, ყველაფრის ორგანიზება გავაკეთეთ. მაგრამ თავარი პრობლემა დადგა ის, რომ თითქოს არის რაღაც მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უნდათ ტურებზე წასვლა და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საქმეზე რომ მიდგება, ქართველებს რატომაც ენანებათ აი ამ საქმიანობაში ფულის გადახდა. ალბათ ეს სოციალური ფაქტორია, მაგრამ უფრო მეტად მაინც უფრო მენტალური პრობლემაა. აღმოჩნდა ისე, რომ რატომაც ქართველს ურჩევნი ფული დახარჯოს ქართობაში, რესტორნებში და ასე შემდეგ, ვიდრე ესე ლაშქრობაში, ბუნებაში წასვლას და ასე შემდეგ. ფსიქოლოგი თია გოგოტიშვილი ქართული ფსიქოლოგიის თავისებურებებზე საუბრობს. თვლის, რომ 60 წლიანი რეპრესიული რეჟიმის შემდეგ ქართველებმა თავისუფლების გემო დიდი დოზით შეიგრძნეს, რაც მათ მენტალიტეტსა და კულტურაზე ბოროტა დაისახა.
ქვეყანაში, სადაც მაგალითად სამუშაო დრო ევროპულ სტანდარტებთან შედარებით ისედაც 2 საათით გვიან იწყება, არაპუნქტუალობაც კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საბოლოო ჯამში კი მენტალურ პრობლემასთან მივდივართ, რომელიც მისი აზრით პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ამის შემდეგ კი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და ისტორიული ადგილების დათვალიერების სურვილიც ალბათ ავტომატურად გაგვიჩნდება. ერები გადიან განვითარების სტადიებს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობა ჩვენიერი დღეს არის გარდამავალ პერიოდში. ერთი წყობა შეიცვალა მეორეთი, მაგრამ მთლიანად გადასვლა ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ არის მთელი რიგი მოთხოვნები იმ სტანდარტებს გულისხმობ, რომლებიც დასავლურ ქვეყნებს აქვთ განვითარებულს, რომელსაც ჭირდება ადაპტაცია. ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ იმ ახალი სტანდარტების მოთხოვნების გათავისება, ჩვენ ვერ მოვერგეთ მათ. ჩვენი 70 წლიანი გამოცდილება და ესე რომ ვთქვა, ზოგადად ადამიანი როგორც აღიზარდა და რა მენტალობად ჩამოუყალიბდა და რა ცხოვრების სტილიც ჰქონდა მას ამ დროის განმავლობაში, ეს არის ის გაფიქსირებული განწყობები, რომლებიც, ასე ვთქვა, დისპოზიციური უკვე განწყობები, რომლებიც საჭიროებს გარკვეულ ძალისხმევას, შინაგან ძალისხმევას, ცნობიერების ჩართვას, ანუ შეგნების გააქტიურებას, რომ მოხერხდეს ცვლილების შეტანა ამ განწყობებში. ეს ჩვენი ქვეყანაა. 18 სახელმწიფო ნაკრძალი, 5 ეროვნული პარკი, 9 აღკვეთილი ბუნების, 3 ძეგლი და 1 დაცული ლანდშაფტი. ეს უმცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრის, რომლის ნახვაც ჩვენს ახალგაზრდებს არანაკლებ სიამოვნებას მოჰყვის, ვიდრე ინდოეთისა და ამაზონის ჯუნგლების, ავსტრალიის უდაბნოებისა და ოკეანეთის ქვეყნების ეგზოტიკური ბუნების დათვალიერება. ფეხით სიარული, ნაკლები ჭამა და რაც მთავარია, ველოსიპედით სეირნობა. აირითი უნდა დავკავდეთ თავისუფალ დროს იმ ადამიანის აზრით, რომელსაც საქართველოს და მსოფლიოს უდიდესი ნაწილიც საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ხალხს მე ეხლა რას ურჩევ? მხოლოდ და მხოლოდ დილით თუ ივლიან, ადრე, ძალიან ადრე, აი იმ შემთხვევაში შეერგება ის სიარულიც და ის სირბილიც, ის ველოსიპედით სეირნობაც და ყველაფერი თუ კი ჯანმრთელობაზე ფიქრობს იგი. და დანარჩენ დროში თბილისში გამოსვლა ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვის ვითომ თვალსაზრისით აზრი არ აქვს. იმიტომ იმდენი გამონაბალქვია, იმდენი მტვერია, იმდენი წინააღმდეგობებია, აზრი არ აქვს. მე თვითონ დილით გამოვდივარ 5-ზე 6-ის ნახევარზე. მე მხოლოდ დილით დავდივარ. სიკო გეგიაძე travel ტურის დამფუძნებელია. ჩვენს რესპონდენტებში ის ყველაზე ოპტიმისტურად იყო განწყობილი. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად მოთხოვნა საქართველოს დათვალიერებაზე ნელი ტემპებით, თუმცა წინა წლებთან შედარებით მაინც იზრდება. ქვეყნის შიგნით სიმართლე გითხრათ, ადრეულ წლებში ტრადიცია ვერ ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ არ იყო ინფრასტრუქტურა. არ იყო ტურისტული მარშრუტები, არ იყო ტურისტული ობიექტები, იყო ველური ბუნება და ამ ველურ ბუნებაში ახლა სეირნობა ყველას არ უყვარს. არიან რამდენიმე ჯგუფი ადამიანებისა, რომელსაც უყვარდა ალპინისტები მაგალითად და სხვა ფათერაპაკების მაძიებელნი და ისინი დადიოდნენ. არც ეს რიგი იყო, არც არაფერი არ იყო, მაგრამ მე ხან ელელა ეს მდგომარეობა იცვლება, მაგრამ რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ტრადიცია ქვეყანაში შიგნით და ფსიქოლოგიური განწყობაც შეექმნას საქართველოს მოქალაქეებს, ამას ჭირდება დრო. ეს დრო ძალიან მალე მოვა. 2007 წელს Washington Post-მა ის ერთ-ერთ საუკეთესო თამადად დაასახელა. მიუხედავად ამისა, ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარეც კი აღიარებს, რომ ქართველებს ჭამასმის სიყვარული უკულტურობაში გადაუვიდათ და ქართული სუფრის ტრადიციაც ახალთაობას დამახინჯებული ფორმით მიეწოდება. სტუდენტები როცა მყავდა, ჩემი სტუდენტები დავდიოდი მთელ საქართველოში, ისე იგი დღეები ჰქონდა, რომ ჯერ შენ მამამ, პედაგოგმა, რექტორმა და სხვამ რომ ჯერ საქართველოს მოვატაროთ, ისე ჯერ შენი ნახე. და ეს უკვე თვითონ პიროვნებაში და ის თუდად არის გაზრდილი. ალბათ მას შემთხვევით ჩაუვარდა რაღაცა თანხა და არ იქ ახლა აღარ იცის რა და ჯერ რომ არ გინახავს თქვა
სათაფლია და ვარძია იგივე თუ სხვა და უცებ მიდიხარ სხვაგან. და ბოლოს მცირე ექსკურსი. აბასთუმანის ობსერვატორია 1922 წელს დაარსდა. ეს ის ადგილია, საიდანაც მკვეთრად შეგიძლიათ დაინახოთ ციური სხეულები, სადაც სწავლობენ ატმოსფეროს და ადგენენ ამინდს, კოსმოსურ ამინდს. ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარეობს. ჰავა ნახევრად სუბტროპიკულია. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ ნაკრძალთაგან და ის ჯერ კიდევ 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. ნიკორწმინდა გუმბათოვანი ტაძარია რაჭაში. დასავლეთის შემოსასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ მესამის დროს 1010-1014 წლებში. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებსა და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს მოიცავს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი უშგული, სვანური კოშკები, სვანური სახლი მაჩუბი, წარმართული ხასიათის ნიშები, ადიშის, იელის, სვიფის, წვირმის, ჟაბეშისა და უშგულის ეკლესიები და მარგიანების სახლ-მუზეუმი. და კიდევ ერთი, ITV-ზე გასული სიუჟეტის შემდეგ იქნებ ჩვენს გამოკითხულ რესპონდენტებს ამ ყოველივეს ნახვის სურვილიც გაუჩნდეთ. გაატარეთ ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.